გამარჯობათ მეგობრებო დღეს მინდა ვისაუბრო სოფელში რომ ცხოვრობ და ან აპირებ წასვლას უკვე გადაწყვეტილი გაქვთ სოფელში წახვიდე რას მიაქციო ყურადღება რომ გარჩინოს საკუთარმა საქმემ და აი ყველა ამ დეტალზე ახლა ერთად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მიახლოებითი უკვე ერთი ვიდეო მაქვს სოფელთან დაკავშირებით, ბევრ ვიდეოს წერ, მაგრამ ახლა მაქვს უკვე როგორ ვიდეოს შევეხებით, იცით? აი, როდესაც მაგალითად გინდათ უკვე გადახვიდეთ სოფელში საცხოვრებლად. პირველ რიგში, როდესაც სოფელში საცხოვრებლად აპირებთ გადასვლას, აუცილებლად ისე კი არ წახვიდეთ, რომ არ იქ ახლა პალატკა გავშალო და კარავში ვიცხოვრო. არა, რაღაცა წინაპირობა ან რამე მამაპაპის თუ არის რამე რაღაცა წინაპირობა, რაღაცა ელემენტარული მაინც უნდა გქონდეთ, ელემენტარულს გულისხმობ, რომ აი ახლა აი როგორ არის, იცი, მე მაგალითად სანამ აქ გადმოვიდოდი სხვაგან, იქ სადაც დავიწყე გაკეთება, ვაგონი მქონდა. ვაგონში ვრჩებოდი და ნელ-ნელა ჩემი ხელით ვაკეთებდი ყველაფერს. და ჩემი ხელით ვიწყებდი, ხოლოდ ეს დავიწყე გაზაფხულზე, ამიტომ როცა გადმოდიხართ, ხომ ახლა ძალიან რთულია პატარა ბავშვებით იმით წამოხვიდეთ. ჯერ ყოველთვის ჯობია რომ სადაც ხართ, იქ რაღაცა პატარა ფული მოიძლიეროთ, ახლა მილიონებზე არ არის აქ საუბარი, მე რომ წამოვედი თუნდაც აქ გადმოსასვლელად ერთი მანქანა გავყიდე, რაღაც ბევრი კურდღელი მყავდა, ღორები მყავდა, ისინი გავყიდე, სადღაც ერთი ის მქონდა, ნაქვე იმას, სესხზე მქონდა დაწერილი და დამიმტკიცდა, მაგრამ ნელ-ნელა მაძლევდნენ, ჯერ 25,000 ლარიანი სესხი დამიმტკიცდა და რომ ამავწურე 25,000 ლარი რა არის. შემდეგ 20,000, 45,000 ლარის სესხი გამოვიყენე და დანარჩენი რაღაცეები უკვე ჩემთვის მივკონკე, მოვკონკე და ეს ყველაფერი მე ვაკეთე უმეტესწილად. ახლა როგორი თემა არის, როდესაც გინდათ წამოსვლა, ხომ? თუ მამაპაპას რამე აქვს გაკეთებული, ძალიან კარგია. თუ გაკეთებული აქვს თუ არა და შენ მაინც რაღაცა უნდა გააკეთო, რომ დრო ისეთი დრო მოდის. აუცილებლად ცოტა ჩემი ასაკის თუ ხარ, მე სიბერეში რომ შეხვალ, აუცილებლად შენ დაგჭირდება და მე შენ შვილებს დაჭირდება, შვილიშვილებს დაჭირდება. ისე რომ იფიქრო, რომ აი ახლა რა გააკეთებს. არა, ჯობია წელიწადში აი მაგალითად ერთ წელიწადს აი მარტო შემოღობო და პირველ რიგში რომ შემოღობო, რაიმე სეტკით მაინც შემოღობე. მიხვდით, თუნდაც ხის ბოძები იყოს, თავიდან ასე მქონდა გაკეთებული, ხის ბოძები იყოს, რამოდენიმე პირი მავთულიკ და სეტკით შემოღობე. აი ხლა აქ ეს ჩვეულებრივი სეტკა, იქით არის აი თურქული სეტკა, რომელიც არ იშლება. ამას ახლა რომ ამოვაძრო ერთი წელი დაიშლება. იქ ძალიან მომწონს. იმით შემოღობე და ძირი, შენ თვითონ ადექი პატარა, თუნდაც ერთი ბარისპირი გამოუჩორკნე და ცოტა რიყის ქვა მიიტანე, მაგ არ არის ალმატურა საჭირო. და პატარა ჩაასხირო, როგორ არის, იცი, ნადირი ძაღლი, რაიმე მგელი ან რამე არ შემოგივიდეს, სანამ ნელ-ნელა დაიწყო. ერთ წელიწადს რომ რაღაცა ორ ქვას დადებ, მეორე წელიწადს კიდე რაღაცას და აი ისე გააკეთებთ, რომ აი ხო გეუბნებით, არც კი
აი ვერც მიხვდებით ახლა რომ ვიღაცამ თქვას რომ აი ახლა უცებ მოვწყდეთ და წავიდეთ სოფელში ხო ჭამა მადაში მოდის შეიძლება ვიღაცას თბილისში რო ცხოვრობს ხო თბილისის ცხოვრება კორპუსის ცხოვრება და სოფელში ცხოვრება მარტივი არ არის პირველ რიგში არ უნდა გეზარებოდეს შრომა თუ შენ ძილი გიყვარს შრომა გეზარება მაშინ უწამოხვალ სოფელში მიხვდით თუ შრომა არ გეზარება ახლა ძილით ყველას უყვარს ძილი ახლა როგორ არის იცი ზოგჯერ არის ხოლმე რომ თელი შეიძლება ღამე ფიქრობდე რა გავაკეთო საიდან რა მოვქნა როგორი იმას ვქნა აბე დაგათენდეს თავზე და შეიძლება 2 საათი დაიძინე მეტი არა მიხვდით მაგრამ გაბახა თუ არ იფიქრე თუ არ იმას კენი ახლა მე მილიონერი მამა არ მყავს და დედა და ვინმე შენ თვითონ თუ არ დაიწყე რაღაცის გაკეთება სესხით მესხით რაღაცა რავი ჯერ ცოტათი ჯერ ამის შენ თვითონ ჩაარჭეს მოდი შენ თვითონ იმას კენი აი ნელ-ნელა ჯერ შემოღობე მე რაღაცა როგორ არის იცი შენ თვითონ ისწავლე დაიწყე აშენება ჯერ თავიდან პატარა თვალი რაღაცა გააკეთე თუ მილიონები არ გაქვს დიდი ფული არა თუ დიდი ფული გაქვს და ამ ფულით რაღაცა სოფელს არაკეთე მაშინ რა გითხარი შენი ფულით იმიტომ რომ აუცილებლად ნატურალურს მაინც აჭმევ ბავშვს ნატურალურს მაინც აჭმევ შვილი მიხვდით ასაკში რომ შეხვალ ხო ჰაერზე ყოფნა ხა თბილისში ყოფნა მარნეულში ყოფნა რუსთავში ყოფნა ქუთაისში ყოფნა ჟანგბადი არ არის დალოცვილი რო ჩავდივარ ქალაქში ხო ვერ ვსუნთქავ აი ჰაერი არ მყოფილი და სულ ამბობ მე ხალხი რაფერ სუნთქავს გაცო საცობზე აღარ მაქვს საუბარი აი საცობი მაგიჟებს და ნელ-ნელა რომ დაიწყებ რაღაცას აი მაგ თემას ვამბობ რომ უცებ რო ტრიან მიდოლზე წამოხვიდე და არიქა ოჯახი აყარო და დავა იქ პალატკაში დასვა ასე ნუ გააკეთე მიხვდით შეგიძლია შენ წამოხვიდე ოჯახი დატოვო იქ და რაღაცა დაიწყო ნელ-ნელა ციოთი მაგრამ თუ მამა პაპის დატოვილი გაქვს რაღაცა პატარა თავლა არის ბობოსელია რა ერთი ოთახია რაღაცა მოკარი შენ თვითონ ხელი და ნელ-ნელა და პირველ რიგში უკვე აი ჩავთვალეთ რომ რაღაცა აი თუნდაც ერთი ხუთი ძროხის ადგილი გვაქვს აი 5 ძროხა დავის ხბოიანა სიტყვაზე 2-3 ძროხა და 1-2-3 ხბო სიტყვაზე ამიტომ პირველ რიგში ერთი ცალი ძროხა იყიდეთ ერთი ცალი ძროხა მიხვდით აი სოფელში ცხოვრება თუ გინდათ პირველი რომ არიქა ეხლა დავიწყოთ ბიზნესი ერთი ძროხა იყიდეთ რომ ეს ერთი ძროხა თქვენ გაბალანსეთ საჭმლის მიღება რომ როგორ არის იცი 1000 წვრილმანი ფული გინდა და იქ რძი არის იქ ყველს ამოიყვან იქ მაწონში აყენებ იქ ყავას დალევ რძეში იქ რაღაცა ვერმიშელია მაგარონია ბრინჯია რაღაცა ხო იცი მაწუნიანი სუპია რძიანი რამეა და აი რაღაცა სიზავ 10 დედალი წამოიყვანე ქათამი პატარა აი სეტკით გაუკეთე აი პატარა გაუკეთე რაღაცა იმ სეტკაზე დროებით ცოტა ხანი ჟესტები აკონკე და გადააფარე დროებით მე ნელ-ნელა დაიწყე აი პირველ რიგში მე გირჩევდით რომ ერთი ძროხა ყავდეთ და ეს ძროხა ახლა ძროხა ყავდეთ და 5 ლიტრაც იწველდეს 10 ლიტრაც იწველდეს არა ჰიბრიდი მაინც იყოს მიხვდით აი ჰიბრიდი მაინც იყოს 15 ლიტრაც მაინც იწველებოდეს ის დალოცვილი რომ რძეც გქონდეთ, ყველიც გქონდეთ. მე უკვე მეორე ეტაპზე მე გირჩევდით რომ აი თუ ცოტას იმას იზავთ იმ ყველის გაყიდვას ჯობია მე სადმე ეძებოთ ხბო იყიდოთ ძუძუს ხბო და რძე გაქვთ. რძით გამოძებთ ახლა ძუძუს ხბოს რო იყიდი ხო უკვე ის შედარებით პატარა ფასია შეიძლება 500 ლარად 600-ად 700-ად იყიდო შეძლებს დაგვართ ახლა მე იმას კი რომ რაღაცა
რაღაც high class-ის ხბოს. ამ წუთის მონაცემები, თორე 2 წლის წინ 500 ლარად, 600 ლარად კაი შვიცის ხბოს იყიდე. ახლა ვეღარ იყიდე. ახლა 1000 ლარი მაინც გინდა, 1200 ლარი მაინც გინდა. ხვალზე არ ვიცით რა არის. აი, მესაქონლეობა არის ძალიან მაგარი. მესაქონლეობას იქ ხბოს მე რამოდენიმე ცოტა ისე დიდ ხბოს მოიყვან, დრო თუ გექნება აუცილებლად გაზაფხულზე უნდა წამოხვიდე, გაზაფხულზე. ახლა შენ თუ შუა ზაფხულში მოხვედი, დაიწყე ის დრო ისე გავა, გაზაფხულზე რომ ის ხბოც მოგეწიოს შემოდგომისთვის გასაყიდად, ქათამია თუ რაღაც წიწილებია, უკვე დიდი ქათმები გახდებიან. აი ნელ-ნელა, აი მესაქონლეობას თან მიაბო უკვე ღორს. იმიტომ რომ საქონელთან შრატია რაღაცა არის, რაღაცა თუნდაც ერთ დედაღორს მაინც შეგინახავს. გამიგე, იქ ცოტა მე აღარ ვამბობ იმაზე high class, აი მე ვამბობ აი ნელ-ნელა რომ დაიწყო, მიხვდით თუ ფული გაქვთ. მაშინ პირველი ყველაზე მაგარი რაც არის, ფული თუ გაქვთ და რაღაცის დაწყება გინდათ, აუცილებელი არის ბაგური საქონელი, იმიტომ რომ მას არ ჭირდება დიდი ტერიტორია, თუ რა თქმა უნდა ტერიტორია არის და სადმე დიდი საძოვრებია, სადმე დიდი მთაში გასარეკია, კი ბატონო. გარეკა მთაში და არ არის პრობლემა. მიხვდით? მაგრამ შენ უნდა დიო, ისი არ არის. როგორ არის იცით? წამოხვიდეთ და ვიღაცა დაიქირავოთ და ის ვიღაცას აი ესე ვთქვათ, ძროხა მოაწვალინოთ, იმ ვიღაცას ხბო გააზდევინოთ, იმ ვიღაცას არა, არ გაგიკეთებს. არავინ არ გაგიკეთებთ არაფერს თუ თქვენ არ გააკეთეთ. სხვა, მაინც სხვა არის. საკუთარი ძმაც რო იყოს, საკუთარი არა, შვილიც რომ იყოს და შენ, აჰა, мама, მიდი მე ფულს მოგცემ, შენ დაიწყე, არა. იმ შვილს შენ უნდა მისცე, მაგალითი, იმ შვილს შენ უნდა მისცე. უნდა უთხრა, იცი რა შვილო, აგერ მოდი мама და დავიწყოთ ერთად. ისე რომ შენ ხელის გასვლა არ გინდოდეს ნაკელში, შენ არ გინდოდეს საქმის გაკეთება, ესე არ გამოგვიდა. მიხვდით? აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველი მე რასაც გეტყოდით, რომ საჭმელ-სასმელი იყოს და თავისი პატარა-პატარა აი ძროხას ვიყიდდი, უკვე მოსაგები რო არის, აი ერთ თვეში რომ უნდა მოიგოს, ან ახალი მოგებული თავისი ხბოთი, მაგრამ ახალი მოგებული თავისი ხბოთი ისეთი ადამიანისგან უნდა იყიდე, რომ ის ხბო არ შეგიცვალოს და რაღაცა ჯაგლაგი არ მოგცეს. მიხვდით? ან აი ძალიან თულია ასე. ან შეიძლება ძროხა ახალი მოგებული იყოს და გითხრას რომ ახალი მოგებული იყოს და 5 თვის მოგებული იყოს, 6 თვის მოგებული და ეს არის მისმული ხბო. თავისი არ არის მისმული ხბო. აი მაგიტომ ძალიან რთულია, ჯობია მაკე იყიდო, ან ჯობია დეგეული იყიდო. თუმცა მაკე იყიდო და რომ მოიგებს, იქვე წადიდე 1-2 წელი ხბოც დაიმატე, სადმე მივარდი, მოვარდი 2 ხბო დაიმატე. შენი 1 ხბო იძროხა რომ მოიგებს. 2 ციკი და იმ ძროხით გამოზრდი სულ. გამიგე ეს ფულია. მე ხორცზე აი პატარა თივა საჭმე, ბალახ საჭმე, რაღაცა საჭმე. ხორცი ყოველ მოთხოვნა არის ყოველთვის ხორცზე, საქონლის ხორცზე. მოთხოვნა არის. ზოგადად ხორცზე, ყველანაირ ხორცზე მე მაგალითად თუ აი უნდა ასევე რაღაცა მთაში არ უნდა წაღვიდე იალბურზე. ცოტა ახლოს უნდა წახვიდე რომ ერთი მაგალითად 9 საათში რომელიმე დიდ ქალაქში რომ ჩახვიდე. ან რუსთავში რომ 9 საათში ჩახვიდე, მარნეულში რომ 9 საათში ჩახვიდე სიტყვაზე. ხოხდები? ან ქუთაისში რომ 9 საათში ჩახვიდე, ან ბათუმში რომ 9 საათში ჩახვიდე, თბილისში რომ 9 საათში ჩახვიდე. თორე ახლა შენ რო თბილისში ფერმა გააკეთო, ხო? იქ გარშემო აღარ არის, ვერ იზავ. ამეგე თან იმხელა ფასები აქვს მიწასაც. ამიტომ ისე კი არა რომ ეს რაღაცა თათუშეთში წახვიდე. კარგია იქ წასვლა, მაგრამ იქიდან პროდუქტი ხომ უნდა ჩამოიტანო ხედალოცვილი. მიხვდი, ჯერ სადღაცას დაბლა გაძლიერდი და თუ გინდა იქ თათუშეთში კი არა, იალბუზზე გააკეთე მერე სახკარი. გამიგე?
ამიტომ აი დიდი მნიშვნელობა აქვს, სად იწყებ, რას აკეთებ, როგორ აკეთებ, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თუმცა ხო გეუბნები მეხორცული საქონელი ძალიან კარგია, რძის ამოყვანა, რძის გაკეთება, ყველის გაკეთება, ან სულგუნი, ან რამე თუ გეხერხება ადამიანს, თუ არა და უნდა ისწავლო, რომ რაღაცა შექმნა. ესეც ძალიან კარგია და მე უკვე ღორიც გეყოლება, ქათამის გეყოლება, ახლა მაგალითად ინდაურიც ძალიან მაგარი. მარტო ინდაურზე რომ იყო, ინდაური არის სეზონური. მარტო საახალწლოდ არის ინდაური. მიხვდით? სხვა დროს ინდაური, მე სხვა დროს რა უნდა ჯამო, რა უნდა აქითო ვამბობ, რომ აი სიტყვაზე იძროხა რაღაცა იმჯერადია. სიტყვაზე შენ რომ ყიდულობ ძუძუს ხმოს, ერთი თვის ხმოს, ხო? და ამ რძეს მოახმარ. ის ჩათვალე რომ 3 თვეში, 4 თვეში, აი კარგი არის რა, უკვე გადაიყვან იქით კომბინირებულზე რაღაცაზე, პატარა ორიგაბი ახლა მილიონი არ რჩება არსად. პატარა რაღაცა ორიგაბი დარჩება და იმ ორიგაბიგით იქით ჩადებ, იქით გადმოდებ, იქით გადადებ. შენ თვითონ გაიქცევი ახლა აი მაგალითად რაღაცა შენი მანქანა უნდა გყავდეს. ახლა დიდი არა, მაგრამ ახლა მე რომ ყავს პატარა სუზუკი, რავი, ბალა თივასაც იმით ვეზიდები. ხან წავალ ხოლმე სადმე თუ კაი ადგილია, სასადღე ან ჩემ ნაკვეთში სადღაც გამოვთიბო, დაუდებზე 2-3 დღისას მოიტან ერთად. მიხვდით, წვანე კაი ბალას, აი მაგ შემთხვევაში ეს მანქანები კარგია. ამიტომ აი დაბალანსება უნდა ყველაფერს. თუ სიტყვაზე უკვე ისეთ ასაკში ხარ, მაგრამ დედალოცვილი პენსიაც ისი არის გადაწეული, მაგის დედავატირე 65 წლის კაცი და 60 წლის ქალი, 60 წლის ქალი უკვე სოფელში რომ წამოხვიდე და თოხი დაიკაო ხელში. მიხვდით? 65 წლის კაცმა რომ თოხი დაიკაო ხელში, ადვილი არ არის. ამიგე ჯანი აღარ მოყვება. კი, ახალგაზრდად კი გამოიყურები, შეიძლება რაღაცა იყო გული 100 წლის რო იყო გული, მაინც ახალგაზრდა ბაბუოჩი მიტყო და შვილო მე გარეგნულად თუ არ მოხუციო თორე გულით ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ბიჭი აღარ მოყვება. მე მაგალითად ერთი 10 წლის წინ შემეძლო 2 გექტარი გამეთიბა, მარტო ხმას არ გამოვიღებდი ჩემთვის. ზემოდან 45 გრადუსი იქნებოდა სიცხე თუ მინუსი იქნებოდა სიცივე, მე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. უბერე მიდი. წინ თუ გინდა 1 კილომეტრი მქონდეს გასათოხი. არ მაინტერესებს და დაუგუნე თავი შეუბერე გავალ ბოლოში. პრობლემა არ მაქვს. გამიგე, მაგრამ ახლა აღარ მოყვება, აი როგორ არის იცი? ახლა აი 80-იან წლებში რომ ვაზის მარკის მანქანები იყო ხოლმე და აი ნიევები და ისინი რაღა ნოლშესტები, ადინაციტები. აი ასე რო გამოიყვან ახლა 80-იან წლებში თუ კაი შენახული მანქანაა ხო და თუ რო გამოიყვან ახლა და როდი აიწყებს ჭრიალს. და ახლა რო მივადგები კი მინდა, მაგრამ ბიოღარ მაძლევს ეს სხეული. გამიგე, აღარ გაძლევს, გამიგე და ახლა ასაკში რომ მიდიხარ იდალოცვილი. აღარ არის რა, ისე ქერო უნდა იყოს. ამიტომ მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო. აი ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად მიდიხართ, აუცილებლად პირველ რიგში თუ წახვალთ, წყალი უნდა იყოს. მიხვდით? თუ წყალი არ არის და ეს დალოცული საქართველო ყველგან წყალია. უბრალოდ ნერვები მეშლება ხოლმე რომ სოფლებს წყალი არ აქვთ და დინარეებს წყალი მიაქვს. სასმელი წყალი აი სოფელს არ აქვს, იმიტომ რომ იგლეხს არ აქვს იმდენი საშუალება და გამგეობიდან და იმიდან იმდენი ფული იხარჯება, რომ აი ჩვენთან მაგალითად აქ ორჯერ დაბურღეს ჭაბურღილით, ერთხელ 200 მეტრზე, ერთხელ 160 მეტრზე, მაგრამ ერთხელ რა გააკეთეს, იცი?
ჩავიდნენ ერთი 50 მეტრზე და ვითომ ბურღავენ. მიხვდით, თქვენს 200 მეტრზე დაუბურღოთ, 200 მეტრის ფული აიღეს, ბურღეს თელი 6-7 თვე. აი, ცუდი არა და მივიდოდ ერთ ადგილზე ატრიალებდნენ. ანუ ერთი 50-60 მეტრზე. ეგეთიც გაიგო, მაგრამ იყო ფულს ხლაპავ ახლა. ის იმ გამგეობის იყო. მოვიდა სხვა გამგეობა, იმან სხვანაირად დაიწყო ფულის კეთება გამიგე. ისევ იმან ჩაყო იქ ახლა შენ ჩადი და იქ რო ბურღი რო უბერავს, ახლა ახლა მოსე მიდი და მეტრიანი ზომე იქ. რამდენი არის, რამდენია ხელშეკრულება, აი რო მიხვიდე ან გამგეობაში ან სადმე და უთხრა რა აი მომოდი მაჩვენე გეგმა მაჩვენე რასაკეთებ როგორია ვინ გაჩვენებს გაგინებენ შეიძლება თუ გცემეს და თავპირად გადაგახიეს კარგია ამიტომ ისეთ ადგილზე მიდი სადაც შეიძლება ადვილად შეიძლება რომ წყალი იყოს მიხვდით აი ახლა მაგალითად ქვემოქართში რომ წყალი გაიყვანეს რომ დაიწყეს იქით წალკიდან იქით ბოლნისისკენ იქით მანგლისისკენ წყალს დაგსელეს რაღაცებს ზოგი ჭაბურღელი ზოგი იმით აი ცუდი იცი რა არის ახლა მე სახელმწიფო წყალი არ მაქვს მაგრამ წყალი არ მოდის წინა სახელმწიფოდ არ მოდიოდა და ახლა რო გავაღე ჰაერები რაღაცა და რაღაცას გამოუშვებენ ახალ წელს ალბათ აი სოფელში რო სოჩიკზე დაგიყენებენ წყალს სოფელში სოჩიკზე ისედაც აი როგორ არის იცი ადამიანი დღეს რო სოფელი არ დაიცალოს და სოფელში ადამიანი იცხოვრებს პირიქით ფული უნდა მისცე იმ ადამიანს რომ ებიჯო არ დაგიტოვოს სოფელი თუ სოფელი დაიცარიელა თუ სოფელი დაცარიელდა ავიდა ხო ჩვენ საქართველოს გადმოვა ვიღაცა და დასახლდება გამიგე ამიტომ როგორ არის ის გლეხია კავებს იმ ტერიტორიას და სოფელში რო სოჩიქს დადებ და მით უმეტეს რომ მოვიდნენ აქეთ ჩემსკენ არ შემოყავდა წყალი იმიტომ რომ შენ ფერმაურა ბიჭო ფერმა რა ვერ გავიგე მეც ახლა 1000 სული მყავდეს ახლა ამ მნიშვნელობა 2 სული მეყოლება თუ რაღაც ახლა ფერმა რა მნიშვნელობა აქვს აი ეს ხომ არ არის რაღაცა შეპესე დიდი რაღაცა გამიგე დაჟე კანონშიც არის თუმცა ჯერ ამოქმედებული არ არის ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ კანონში არის და მე თვითონ მაქვს ხელი მოწერილი და როდესაც აგროსესხს ვიღებდი ინდმეწარმე დამარეგისტრირეს ისე ფულს არავინ გაძლევს ახლა ინდმეწარმე ხარ ერთი 100 ჯერ მოდის შეტყობინება იმიდან შემოსავლების სასახურიდან რომ აპა დეკლარაცია და რისი დეკლარაცია ბიჭო ვალიებსესხი მაგ ვალიები ხო ვალის დეკლარაცია გადავიხადო რისი და ორი ძრო ხამყავს რისი დეკლარაცია გადავიხადო ხვდებით და იქ რომ ვკითხულობდი ახლა მე ხელს არ ვაწერ ანუ ეს ფორმალურიაო რომ ანუ რამდენი კურდღელი გყავს რამდენი ძროხა გყავს რამდენი და შემხედე ანუ ერთი ძროხის უფლება აქვს გლეხს ეს არის ნატო სტანდარტი 10 ქათამის უფლება აქვს გლეხს კიდე რა წავიკითხე ერთი დედაღორის სკოლის უფლება აქვს და მეუთხარი ზემოთ ეს იბეგრება მაგრამ საქართველოში არა ხა საქართველოში არა შეიძლება დღეს არა ხვალ არა 10 წლის მერე მე დაიბეგრება ალბათ არ ვიცი ახლა როგორ იქნება არ ვიცი მე ვიცი რომ უცხოეთში და ყველაფერი აღრიცხვაზეა ყველა გადასახადია მაგრამ ის ცალკე შარია და ცალკე თავში სახლელია თუმცა წყალი რომ გაქვს აი წყალი არის ყველაფერი წყალთან ერთად თუ ახლა დენის ყველგან მიიყვან მაგრამ მე დენი ნახო დღესაც გამოქრა რავი ახლა ხარი არ არის ნიავი არ არის არაფერი არ არის მე მგონი იზოლაციის მაგივრად რა ვიცი ბამბით აბავენ ესენი თუ არ ვიცი აი ან ვინ არის ეს ენერგოპლუს საერთოდ რა ასაკეთებს სადაც ვინ არის რა წარმომავლობის არის წარმოდგენა არ მაქვს მე მგონი რუსული კომპანიაა მე მგონი იმიტომ რომ საქართველოს რო შენი დენი არ გაქვს შენი წყალი არ გაქვს შენი რესურსები შენი არ არის სახელმწიფოს ეს არის ძალიან კატასტროფა როცა უნდა გამორთავენ როცა უნდა ჩართავენ მაშინ უნდა თოფით დიო ამათ მიხვდით ძალიან ცუდია და ხა დენი სადღაცას არ უნდა მიხვიდე რაღაცნაირად მიგიყვანენ მაგრამ ხა წყალს რაღაცნაირად ვერ მიიყვან აი ამას მიაქციეთ ყურადღება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ თქვენ არ იმუშავეთ აი შენი ხელები თუ არ იმუშავე ხა არავინ არ გეუბნება გექტარი თოხნეთ
მიხვდით? მაგრამ შენ თვითონ უნდა იყოს, შენ თვითონ უნდა აკეთო და ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს ოჯახმა. მიხვდით? რომ აი რაღაცა ცოტა უკვე ასაკში რომ მიდის და იქ მოზარდი შვილი გეზრდება, ხო? ის შვილი უნდა შემოგეხიდოს და გითხრას, იცი რა, მამა, მოდი შენ წადი ან ბაბუა, შენ მიდი ბებია, ბაბუა წადი და ჩვენ აქედან გავაძლიერებთ, რომ ვიღაცამ უნდა დაიწყოს სოფელში რაღაცა ურთიერთობა. ვიღაცამ უნდა დაიწყოს, რომ ახლა მთელი დიდი ოჯახი რო ჩახვიდეთ სოფელში და ქალაქის კომფორტს რო ხარ მიჩვეული და სოფელში ბავშვმა დაინახა ტალახი ყისერში აქვს ტალახი და ბოტების ზელვა და ტალახის ზელვა და გასართობი აქ არ არის საქანელა აქ არ არის ბავშვი ანუ იქ რო საბავშვო ბაღში წაიყვანო საათღაცას უნდა იაროს მეზობელ სოფლებში ანა ცოტა რთულია მიხვდით ასეთ სიტუაციაში ამიტომ გევიდა დრო ამიტომ ამას ხო ცოტა უნდა შეუხამო ჯერ ცოტა ისეთი ხალხი უნდა ჩახვიდეთ ვინც შეძლებთ ნელ-ნელა მოაძლიეროთ და მე რამოდენიმე წელში ხო უკვე მანქანა იქნება რაღაცა იქნება ზოგი ქალაქში იქნება ზოგი სოფელში ახლა ესე კი არ არის არიქა თელი თბილისის სოფელში ჩახვიდეთ არა ვიღაცა ქალაქშიც უნდა იყოს რომ ეს სოფლიდან პროდუქტი რო წამოვა პროდუქტი ქალაქში თუ არავინ იყო პროდუქტი მარტო მე ხო არ უნდა მჭამო ან უნდა გადაცვალო ან უნდა გააყიდო და აი ურთიერთკავშირში უნდა იყოს მიხვდით ისე კი არ უნდა სოფელი და ქალაქი თუ აი ხელი ჩაკიდებული არ არის მასე არც ქალაქი არ ვარ და არც სოფელი არ ვარ აი ეს თემა ძალიან დასახვეწია დასაბალანსებელია რა თქმა უნდა პროგრამა არის ახლა როგორ შეიძლება შეავსო შენი შესაძლებლობა თუმცა ხო გეუბნები ყველაფრის რეალიზაცია შეიძლება მიხვდით აი ახლა გააჩნია რომელ მხარეში წახვალ ახლა ქვემო ქართლში ბოსტნეული ძალიან მაგარია აქ მოდის კარტოფილი მაგარი პამიდორი ანუ ყველაფერი დაჟე ორი მოსავალი მოდის მიხვდით იქით კიდე რამოდენიმე ადგილებიც მომწონდა იქ თუმცა ცოტა ცხელოდა აი და დაბლა იქითკენ რომ ჩახვალ მარნეულს იქით რომ ჩაცდები წერეთელია იმირია იქით აი ორი მოსავალი მე გზაფხულია იქ ყინო არც იცის საერთოდ არც იქ არის ზამთრის საძოვრები არის რა ეს აქონებს აქედან როგორც კახეთშიც არის რამოდენიმე ადგილები ზამთრის საძოვრებია თუმცა ზაფხულში მე ცოტა მეტად ცხელა მე არ მომეწონა მაგრამ წყალი რამე აი ხორბალს რო აიღებენ მე რა სიმიც დათესავენ და სიმიც ასწრებს მოსვლას ჩვეულებრივად ამიტომ ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სად მიდიხართ და აი ქალაქთან ახლოს უნდა იყო აი ქალაქთან ახლოს რას ვეცი ნახევარ საათში რომ მიყვალ ქალაქში 40 წუთში რომ ქალაქში ხარ მიხვდით უცებ 40 წუთში ხარ ქალაქში აი ესე უნდა გახვიდე ხა დღეს ტრანსპორტია რომ რაღაცა ხო უნდა წაიღო გაყიდო ახლა შენ თუ კავკასიონის მთაზე ახვედი რაფერ გაყიდი და აი ნელ-ნელა უნდა შეუხამო ყველაფერი აი ნატურალური პროდუქტი პატარ-პატარათი ახლა თან პლუს შენ სასაჭმე ოჯახს სურო სიტყვაზე ვიღაცეები სხვა სამსახურებში იყო დაკავებული და მაგალითად ბებია და ბაბუ არის გაზაფხულიდან შემოდგომამდე იყოს დანარჩენი ზამთარში წამოიყვანე თბილისში წამოიყვანე რაიონში წამოიყვანე მარნეულში წამოიყვანე რუსთავში აქ იყოს მიხვდით რომ ამ ყველაფერს დააბალანსებ და იმას იზამ ეს არის მეგობრებო კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ ჩემი გამერა მეც არ იწერს და ახლა მივხედა კიდე საქმეებს და მე კიდე გავაგზელებ ამ თემას რომ აი ბალანსი უნდა დავიცვათ და აუცილებლად სოფელიც უნდა გქონდეს ქალაქიც უნდა გქონდეს მეტნაკლებად ახლა ვისაც როგორ არის შვილები ქალაქში იყოს მოხუცები ცოტა ასაკიანი და ცოტა რო შეგიძლია შვილებმა და იმან სოფელში და აი ესე უნდა აბალანსო ესეც კარგი იდეა არის კარგი დაგემშვიდობები დიდი მადლობა